ძველი აღთქმიდან ცნობილია მრავალჯერ მარხვის დიდი საკვირველი ძალა და მნიშვნელობა. კერძოდ, მარხვით განიდიდა დიდი წინასწარმეტყველი ილია თესპიტელი. შემდეგ ცნობილია, რომ მარხვისა და სინანულის საშუალებით, როგორ გადაურჩენ ღვთის აშკარას არჩევს ქალაქ ნინევის ცხოვრებნი, როდესაც უფალმა მათ ნინევის ცხოვრებლებს აუწყა. იონა წინასწარმეტყველის პირით, თუ რა დიდი სასჯელი მოელოდათ მათ თავიანთი გარყვნილი ცხოვრების, თავიანთი ცოდვების გამო, ნინევის ცხოვრებლებმა შეიგნეს ღვთის სიტყვა და ძაძებში შეიმოსენ მძიმე მარხვით და საკუთარ ცოდვებზე გლოვით გამოისყიდეს ღვთის წინაშე ეს დანაშაული და ასეთმა მოქცევამ ნინეველთა უფალს ხელი ააღებინა ამ ქალაქის დაღუპვაზე. შემდეგ გავიხსენოთ წმინდა იონი ნათლისმცემელი, თუ როგორ იშვა იგი მის მშობლებს მართალ ელისაბედსა და ზაქარიას ზე არ უჩნდებოდათ და მარხვითა და ლოცვით მუდამ შესთხოვდნენ უფალს, რომ მისთვის პირმშობ მოენიჭებინა, მართლაც უფალმა შეისმინა მათი ვედრება და იშვა წმინდა წინასწარმეტყველი და წინამორბედი ნათლისმცემელი იონე. შემდეგ მარხვის საშუალებითვე შესთხოვა მართალმა იოაკიმემ უფალს შვილი შეძენა და ქვეყნიერებას მოევლინა ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი დედა. ასე სათნოა ღვთის წინაშე და მოსაწონია ჭეშმარიტი მარხვა და ბოლოს თვით უფალმა ჩვენმა განხორციელებულმა იესო ქრისტემ მოგცა კარგი მაგალითი მარხვისა, როცა მან უდაბნოში სრულიად უსაკლებო დაჰყო 40 დღე და მარხვითა და ლოცვით დაამარცხა და განაგდო სატანა და რაღაცები გააგრძელო ჩვენი დიდი წინაპრები, ღირსი მამები, მეფე დედოფლებიც კი თავიანთი ცხოვრების მანძილზე მტკიცედ აღასრულებდნენ მარხვას და იცავდნენ ღვთის ცნებებს. მე მინდა მხოლოდ შევახსენოთ ერთი ეპიზოდი ჩვენი ისტორიიდან, კერძოდ ეს უკავშირდება წმინდა მოწამე ლუარსაბ მეფეს, ლუარსაბ მეორეს მე-16 საუკუნეში დიდი ძნელობების ჟამი ედგა საქართველოს, უბრალოდ მე-7 საუკუნის დასაწყისში შაჰბაზი შემოესია საქართველოს დავახრა იგი ისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ლუარსაბ მეფემ გადაწყვეტა, რომ ტყვედ დანებებულიყო შაჰბაზს. ერთ-ერთი ნადიმის დროს შაჰბაზმა იგი სუფრაზე მიიწვია, დიდი მარხვა იდგა და თევზი შესთავაზა. მაშინ ასეთი პასუხი გასცა სპიერშას ლუარსაბ მეფემ. არ ეგების ჭეშმარიტი ქრისტიანისათვის დიდ მარხვის დროს თევზის მიღება, უკეთ თუ დღეს მე ეს დაგითმე, ხვალ მომთხოვ, ხორცი მიიღეო და შემდეგ თვით უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს უარყოფასო. უმალ სიკვდილს ვარჩევ. ასეთი გადაჭრით ხელამწყვეტი პასუხი გასცა ლუარსაბ მეფემ, რაც გახდა საბაბი იმისა, რომ იგი საკურვილეში იქნა ჩადებული და შემდეგ მოწამეობრივ აღსასრული მიიღო. ჭეშმარიტი თავდადება და თავგანწირვა უფლის ცნებების აღსრულებისათვის უფალმა მოგმადლოს მსგავსი სიყვარული, მსგავსი თავდადება სამშობლოსა და ღვთისათვის. მარხვა ეს არის საშუალება ადამიანის სულსა და ხორცს შორის ჰარმონიის აღდგენისა. კერძოდ მარხვა შველის ადამიანს სულს დაუმორჩილოს ხორცი, შველის გულს ნებათაგან, ხოლო გონებას ამავე მიწიერ ამავებათაგან განწმენისაგან. თუ შევადარებთ მარხვული ადამიანი გავს ლაგანამოდებულ გონიერ ცხენს, რომელსაც თავის ხელში მტკიცედ უყრია ნებები, მტკიცედ უყრია ხორცი და ემორჩილება იგი სულს. მარხვის არსი და მნიშვნელობა ჯერ კიდევ უძველეს დროში წარმართმა ფილოსოფოსებმაც კი იცოდნენ. კერძოდ სოკრატე ამბობდა, რომ ადამიანმა უნდა ჭამოს იმისათვის, რომ იცოცხლოს და არა იცოცხლოს იმისათვის, რომ ჭამოს. დღეს ბევრი ჩვენგანი სამწუხაროდ ვერ ხვდება ამას. მრავალი კუჭით აზროვნებენ და სტომაქს დამონებულნი ვერ ხვდებიან, რომ მიძირებიან ამ წუთისოფლის ნებათა მორევში. უფალი გვაფრთხილებს სახარებაში, კერძოდ
გადავხედოთ აი მათ ესახარებაში აშკარად გეუბნება უფალი. ამიტომ გეუბნები თქვენ, ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის, რა ჭამოთ ან რა სვათ. ნურს თქვენი სხეულისათვის თუ რითი შეიმოსოთ, განა სულის აზდოზე მეტი არ არის და სხეულის სამოსელზე. შეხედეთ ცის ფრინველებს, ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ და თქვენი ზეციერი მამა ასაზდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესნიარა ხართ. აი ასე გვასწავლის ქრისტე. და ისე კი არ დავიფიქროთ, რომ ამით თითქოს გვიკრძალავდეს აი საჭმელზე, საკვებზე, ან ჩაცმაზე, ან თავშესაფრის სათვის ზრუნვაზე, არამედ პირიქით გვეუბნება, რომ ზედმეტი ყურადღება, აი უპირატესობა არ მივანიჭოთ ამ მსოფლიო წარმავალს, რაც შეიძლება ადამიანმა ადვილად დაკარგოს, არამედ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ყოველთვის მარადილზე, უნდა ვიფიქროთ ღმერთზე, რომ ჩვენი საუნჯე იყოს უფალში, რომ ჩვენ უფალთან ვიყოთ. უნდა შეგახსენოთ, რომ ადამიანის ცხოვრება არაა მარადიული ამ ქვეყნად. ქართველმა კაცმა კარგად გამოხატა ამ ცხოვრების მნიშვნელობა და უწოდა ამას წუთის სოფელი. მართლაც ყველას მოგველი ჩვენ გარდაცვალება და არ ვიცით როდის იქნება ეს, როდის აგვიდგება ჩვენ არსასრულის დღე. უფალს ჩვენთვის არ უკითხია, რომ ამ ქვეყნად მოვედით, დავიბადეთ, არც იმას შეგვეკითხებათ, როდის გავიყვანს ამ სოფლიდან. ამიტომ ყოველმა ადამიანმა უნდა იფიქროს სიკვდილზე, უნდა იფიქროს, რა მოელის მას გარდაცვალების შემდეგ. ჩვენ უფლისაგან გამოვედი და ისე უფალთან უნდა დავბრუნდეთ და რითი წარსულს ეს წინაშე. ჩვენ უფალთან გაყვება საიქიო ცხოვრებაში მხოლოდ ჩვენი კეთილი საქმეები, მეტი არაფერი. ამიტომ წინამდებარი მარხვა კარგი საშუალებაა იმისა, რომ ადამიანმა გამოიღვიძოს სულიერად. აწვია არ ჟამი განღვიძებისა გვასწავლით წმინდა მოციქული პავლე. მართლაც უნდა დავეფუძნდეს ადამიანმა საკუთარ თავს, უნდა ჩაიხედოს საკუთარ სულში. ყველა ადამიანი ცოდვილია და ნუ ინიფიქრებს იმას, რომ მას ბრალი არ მიუწევს წინაშე. არ არის კაცი, რომელიც ცხონდეს და არასწოდოს. ისეთი ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად სოდვაზე უმატებს, ვერ დაიმკვიდრებს ღვთისას უფლებას. ვერც გამკითხავანი, ვერც მრუშნი, ვერც ლოთნი, ვერც ნაყროვანი, ვერც კაცის კვლელი და სხვა მრავალი ცოდვით ჩამდენი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთისას უფლებას. ამის დასამოწმებლად მინდა მოვიყვანო პავლე მოციქულის სიტყვები. ნუ თუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთისას უფლებას, თავს ნუ მოიტყუებთ, ვერც მეძავნი, ვერც კერტაყვანისმცემელი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მყარავნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთნი, ვერც მლანძღველი, ვერც მტაცებელი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთისას უფლებას. ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი, მაგრამ განიბანეთ, მაგრამ წმიდა გახდით, მაგრამ განმართლით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით. აი ასე მოძრაობს წმინდა მოციქული პავლე და ყველა ადამიანს ევალება, რომ განიწმინდოს საკუთარი სული და განიშოროს ამ წოდებს. მაგრამ ისე არ უნდა ვიფიქროთ ჩვენ თითქოს მარხვის არსი მდგომარეობდეს მხოლოდ საჭმლის, კვების რაციონის გარკვეულ შეცვლაში, ან ხორცი, ან რძის ნაწარმოებში, ან სხვა მარხვისათვის აკრძალულ საგებზე უარის თქმაში. არა, ჭეშმარიტი მარხვა უპირველესად სულიერი მარხვაა. თუ ადამიანი არ ჭამს ხორცს, მაგრამ აგრძელებს ცოდვიან ცხოვრებას, მისთვის მარხვის მნიშვნელობას, მარხვის დაცვას მნიშვნელობა არ აქვს. ასეთი ადამიანი ისევე მცოდველია, როგორც აი ჭამელი, რომელიც მარხვას არ იცავს. საჭმლისაგან თავის შეკავება ესაა მხოლოდ გარეგნული სახე მარხვის, ანუ საწყისი და სამზადისი შინაგანი, ანუ სულიერი მარხვისათვის. ადამიანმა უნდა იმარხულოს ყურით, უნდა იმარხულოს ენით, უნდა იმარხულოს თვალით, უნდა განიშოროს ყოველგვარ სიბილძეს. მარხვის განმავლობაში შეძლებისაგვარად უნდა მოვერიდოთ გართობებს, უნდა მოვერიდოთ სილაღეს, არამედ შინაგანად უნდა ვწუხდეთ და უნდა ვგლოვდეთ ჩვენს ცოდვებს. თუ შევადარებთ გარეგანი მარხვა, ან მხოლოდ საჭმლის მარხვა გავს მცენარის ფოთლებს, ხოლო სულიერი მარხვა ეს არის მცენარის ნაყოფი. ისევე როგორც უნაყოფო ხე ურგებელი ადამიანისათვის, ასევე უმარხულო ადამიანი არ არის ღვთის წინაშე. ჩვენ შეიძლება გაგიშვათ კითხვა, როგორ ვიმარხულოთ პრაქტიკულად. მე მინდა ისევ
მაცხოვრის სიტყვები მოვიყვანო საფარებიდან, სადაც იგი გვასწავლის ჭეშმარიტი მარხვის შესახებ. კერძოდ მათეს სახარებაში ნათქვამია, როცა მარხულობ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაგცნი, ვინაიდან ისინი იღებულობენ დამწუხრებულ სახეებს, რათა ადამიანებს მარხულად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური, ხოლო შენ როცა მარხულობს, ერთი იცხრე თავზე და დაიბანე პირი, რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ დაფარულში მყოფ შენს მამას და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულში მოგაგებ შენ. აი სწორედ ასეთი სიმდაბლით უნდა დავიწყოთ ჩვენ მარხვა და არა ისე, რომ ჩვენ მარხულობდით და ეს საფეხნით განვაცხადოთ ყველა წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გამოგვივა არა მარხვა, არამედ ამპარტავნება და თამომწონეობა. წინამდებარე დიდი მარხვა სხვა მარხვებისგან გამოირჩევა შედარებით უფრო სიმკაცრით, კერძოდ პირველი შვიდეული, პირველი კვირა დიდი მარხვის არის მკაცრი მარხვა და უნდა მივიღოთ უზეთოდ დამზადებული საკვები, ვინც ცოტა სუსტადაა ავადმყოფობა აწუხებს, მათ შეუძლიათ მიიღონ ზეთიანი, ond კარგი იქნება თუ ოთხშაბათს და პარასკევს მან შეიკარებენ ზეთიანი საკვებისაგან თავს. დიდი მარხვაში დაუშვებელია თევზის მიღება, განსხვავებით სხვა მარხვებისაგან, თევზი შესაძლებელია მიიღოთ მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე, კერძოდ ეს არის ბზობა 7 აპრილი, ლაზარის შაბათს 19 აპრილს და უცრავად ბზობას 20 აპრილს, ლაზარის შაბათს 19 აპრილს და ხარებას 7 აპრილს. სხვა დღეებში თევზის მიღება დაუშვებელია. მეორე კვირიდან მარხვა შედარებით უფრო შემსუბუქებულია, შეიძლება მიირთვათ ესეც დამზადებული საკვები, მხოლოდ ოთხშაბათს და პარასკევს კარგი იქნება თუ ისე მძიმედ გავაგრძელებთ მარხვას. უპირველესად თითოეულ ადამიანს უნდა ჰყავდეს თავიანთი სულიერი მოძღვრება და ამ სულიერი მოძღვრის მითითებით უნდა განაგებდეს, წარმართავდეს თავის ცხოვრებას. და ასევე დიდი მარხვა ჩვენ სულიერი მოძღვრის ლოცვა კურთხევისამებრ უნდა წარმართოთ. შეუძლებელია ყველა ადამიანმა ერთნაირად იმარხულოს და გაუმართლებელიცაა ეს, რადგან ყველა ადამიანს გააჩნია განსხვავებული ფიზიკური შესაძლებლობები, განსხვავებული ასაკი, ზოგი დიდია, ზოგი პატარაა, ზოგი ავათარი, ზოგი შედარებით ჯანმრთელია. ამიტომ ჩვენ უნდა მივმართოთ სულიერ მოძღვარს და იგი ჩვენი შესაძლებლობის მიხედვით აღინიშნავს მარხვის ამა თუ იმ წესს, თუ როგორ ვიმარხულოთ. მარხვის ბოლო კვირა, ეს არის ნების შვიდეული, როგორც მოგახსენეთ და ნების შვიდეულშიც ასევე წიმედ უნდა ვიმარხულოთ. ხუთშაბათს ეს არის საიდუმლო, დიდი ხუთშაბათი, საიდუმლო სერობის დაწესების დღე, როდესაც უფალმა განუყო პური მოწაფეებს და უთხრა, რომ ეს არის ჩემი ხორცი, ასევე სასმისიც, რომ ეს იყო მისი სისხლი. და ხუთშაბათს დიდ ხუთშაბათს ყოველ მორწმუნეს უნდა მიემსადოს იარებისათვის, უნდა თქვას აღსარება, უნდა წაიკითხოს იარების ლოცვები, უნდა უზმოზე მოვიდეს წირვაზე და იქ მიიღოს წმინდა ზიარება. კარგი იქნება თუ უფრო ხშირადაც ვეზიარებით, თავისთავად მარხვა გვიწყობს ხელს, განსაკუთრებული მარხვა უკვე ზიარების წინ არაა საჭირო და მოემზადო და კარგი იქნება თუ ყოველ კვირას ეზიარება ადამიანი. შემდეგ დიდი პარასკევი, ეს არის იესო ქრისტეს ჯვარზე გაგვრის დღე, წითელი პარასკევი, როგორც უწოდებენ. კარგი იქნება თუ ამ დღეს საერთოდ შევიკარებ თავს საკვების მიღებისაგან. შაბათი დღე, ბოლო შაბათი დიდი მარხვისა, ისევ კაცრი მარხვა და ასე თანდათან ეკლესია ჩვენ გვამზადებს მარხვით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან შესახვედრად. მარხვა, ეს მარხვა უმსუბუქდებათ აგრეთვე პატარა ბავშვებს დაახლოებით 13-14 წლამდე, ისე მოძღვართან შეთანხმებით უნდა გავაკეთოთ, აგრეთვე ხანში შესულ ღრმა მოხუცებულებს, აგრეთვე მშობიარებს, ამორსულებს, დედებს, აგრეთვე ისეთ პირობებში მყოფ ადამიანებს, როცა ფიზიკურად არ არის საშუალება სხვა საკვების შოვნისა და ასეთ პირობებში მყოფ ადამიანს ან ავადმყოფობა ეკუთვნება, ან შიმშილით სიკვდილი. თუ კი ავად ვართ ან გვაწუხებს რაიმე ფიზიკურად, მაშინ მოძღვრის ლოცვა კურთხევით ჩვენ შეგვიძლია მიიღოთ არასამარხო საკვები.
შეიძლება ხორცი, რძის ნაწარმი და ასე შემთხვევაში თუ კი ლოცვა გურთხევით გავაკეთებთ, მარხვის დარღვევადეს არ შეიძლება. ძველი ქრისტიანები მარხვას აუცილებლად უკავშირებენ მოწყალებას. კერძოდ წმინდა მამები მონარჩენ მოდარაჯულ საკვებს, რაც მათ არ ჭირდებოდათ მარხვის პერიოდში, ან ფულს დაუშვათ განუყოფთან გლახაკებს, მათხოვრებს, ვისაც უჭირდა, ასევე ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ და დავეხმაროთ ჩვენს გაჭირებულ მეზობელს ან გლახაკს. აგრეთვე მარხვასთან ერთად აუცილებელია ლოცვა. მარხვა და ლოცვა ეს არის ორი მთა, რომელსაც ადამიანის სული ზეცად ახავთ. მარხული ადამიანის ლოცვას უფრო მძლავრ შეისმენს უფალი. აი ამ ორი საფრთხო სათნოების გაერთიანებულ ძალას შეუძლია ადვილად განაგდოს თვით ეშმაკი ბოროტი ძალა, ხოლო მარხვითა და ლოცვით შესაძლებელია ეშმაკის გამდენა გასავლის ჩვენ ქრისტეს სახარებაში. მარხვის აუცილებელი პირობაა სინანული. თუ მარხვის განმავლობაში ჩვენ არ გვექნა სინანული, ანუ განცდა, თვისთა, ცოდვათა, ჩვენი მარხვა უსარგებლო იქნება. სინანული ესაა მეორე ნათლისღება. სინანულის ცრემლებით განიბანება ადამიანის ყოველი ცოდვა, ბიწი და ამ წინამდებარე მარხვის განმავლობაში ჩვენ უნდა შევთხოვოთ უფალს ღირსი მამის ეფრემ ასურის მსგავსად უფალო და მეუფეო მომონიჭენე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვაც მისა ჩემისა. აი არ განიკითხო ადამიანი ეს ძალიან დიდი სათნოება ღვთის წინაშე. ყველა ადამიანს საკუთარი თავი ყველაზე უფრო დიდ ცოდვილად უნდა მიაჩნდეს. ესეთი სიმდაბლით უნდა შევუდგეთ ჩვენ მარხვას და მდაბალთა კი მოსცის მადლი უფალმა, მადლი სული წმინდისა, რომლის ნაყოფებია სიყვარული, სიხარული, სიმდაბლე, მოთმინება, მარხვა, სულწოდება და ასე შემდეგ. მარხვის დაწყების წინ ყველა ადამიანმა შენდობა უნდა იწყოს ურთიერთისგან. თუ თქვენ ბრძანდებოდით კვირას საღამოს ტაძარში, იქ შესრულდა შენდობის წესი, ეს ტრადიციულად ყველიერის კვირას ყოველთვის სრულდება ხოლმე დიდი მარხვის განმავლობაში და ყველა ადამიანი, ასევე სამოდელონი, სასულიერო პირნი ერთმანეთისაგან ითხოვენ შენდობას იმ ცოდვებისათვის, რომელიც ნებსით უნებლიე ჩვენ ჩავიდინეთ ჩვენი მოყვასის მიმართ, ჩვენი ახლობლების ნათესავების და მეზობლების მიმართ და ასე ურთიერთმიტევებით და მოგიერებით უნდა შევუდგეთ დიდ მარხვას. როგორც მოახსენეთ, მარხვა ძლდება დაახლოებით 47 დღეს და მარხვის დამაგვირგვინებელი არის სწორედ აღდგომის მცინაურის დღესასწაული. და თუ ჩვენ მიმართულებთ ჭეშმარიტი მარხვით, ჩვენ შევიგრძნოთ აღდგომის მწყინვალე დღესასწაულის ენით გამოუთმელ სიხარულს. აი, თუ ჩვენ ჭეშმარიტი მარხვით გავატარებთ ამ დღეებს მარხვისა, ჩვენ მოგვეცემა იმის მადლი ღვთისგან, რომ გავიხაროთ ისეთი სიხარულით აღდგომისას, რომლითაც განიხარეს მოწაფეებმა, როცა იხილეს მკვეთრით აღდგარი უფალი იესო ქრისტე. დღეს საქართველოს განსაცდელშია და მისი ხსნა ისევ ჩვენი თავიდან დაიწყოს, ისევ ყოველ თითოეულ ჩვენთანში არის ჩვენი ერის ხსნა. რამდენად დიდი იქნება ჩვენი სინანული, რამდენად ჭეშმარიტი მარხვით გავატარებთ აი ამ დღეებს, იმდენად ახლოს იქნება ხსნა ჩვენი ერისა განსაცდელთაგან. მე მინდა კიდევ შეგახსენოთ უფლის სიტყვები, როგორც გაფრთხილება, როგორც მოწოდება ყოველი თითოეული ადამიანისადმი. უფალი გვასწავლის, სადა დედამიწა გადაივლის, ჩემი სიტყვები კი არ გადაივლის, გაფრთხილით, არ დამძიმდეს თქვენი გული ხრეობით, ლოთობითა და სიცოცხლეზე ზრუნვით, რომ დაიმდრე მარგიწიოთ მოულოდნელად, ვინაიდან ის, როგორც მახე დაეცემა ყველა მკვიდრს მთელი დედამიწის სულზე, მას ყოველ ჟამს იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა შეგეძლოთ ყოველგვარ ამ მოსახდენისაგან თავის დავწევა და წარდგომა კაცის ძის წინაშე. უფალი მართლმსაჯულია და ვინც ღვთის მცნებებს არ აღასრულებს, იმას სასტიკად მოეთხოვება და მათთვის იქნება სწორედ განზადებული ჯოჯოხეთი და საუკუნო ტანჯვა. მე მინდა მოვუწოდო ჩვენი
რაიონის კვირთ მორწმუნეებს ყველას, ვისაც ის ჯერ კიდევ არ მისულა ტაძარში, ვისაც ჯერ კიდევ არ დაუწყია მართვა, რომ მოვიდეთ ტაძარში, ნახოთ სულიერი მოძღვარი და მის ლოცვა-კურთხევით შევდგეთ მართვას. ყოველდღიურად ჩვენს ეკლესიებში, მოქმედ ტაძრებში აღესრულება განსაკუთრებული სამარხო ტიპიკონით ლოცვები. იკითხება ეფრემასურის მოკლე სავედროველი ლოცვა და ეს ლოცვა ყოველმა მორწმუნემ თავის პირად ლოცვებში დილით და საღამოს უნდა აღასრულოს, რა თქმა უნდა, მეტანიებით. მოთხშაბას და პარასკევს თითქმის განმავლობაში აღესრულება პირველ შეწირული სამართო ლიტურგია, აგრეთვე შაბათს არის იოანე ოქროპირის წირვა და კვირას კიდევ ფასილიდის წირვა. კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მრევლს, მორწმუნეებს უსურვო მართვა გულწრფელი სინანულისა და აღდგომა კიდევ სიხარულისა და ბედნიერების.